მოგესალმებით. გამარჯობა მეგობრებო. აი მთელი დღე ხო იმენა მონილი დღე იყო მეტნაკლებად და საღამოს ნახე რომ იმიტომ რომ ოთხშაბათია და who cares about Wednesday, right? ვნახე ჩვენი მეგობარი ხატია story რომ Spotify Wrapped დაიდო. არ ვიცოდი. მაგრამ გუში ნახე კომენტარი რომ ყოველთვისო მადლიერების დღის შემდეგ ოთხშაბათს იდებაო და ველოდებოდი დღეს რა დაიდებოდი. ანუ ყოველდღე random დაკვირვება ქონდა ვიღაცას TikTok-ზე. მარკეტინგული სტრატეგია. TikTok-ზე ქონდა ვიღაცას რომ დავკვირვები ვარ და ესე ყოველ პონჩია და ძალიან გამიხარდა შევარდი იასნად და რა დავინახე? უკვე იცი ვინც არის ჩემი. Stop. Okay. არ ვიცოდი რომ პირდაპირ ეგრე ვიწყებდით იმით რა ქვია Spotify Wrapped. ყველანაირი შესავალის გარეშე. როგორ ხარაშვები? არაფერი, კაი. We'll get there. მოკლედ, ყველა მოიცით რა არის Spotify Wrapped. ამის ახსნა არ არის საჭირო. ანამ თითქმის ყველაფერი დადო და შუაგზაზე გავაჩერე რომ მეთქი მოიცადო მეთქი იმიტომ რომ რაღაც შემოვინახოთ მეთქი პოდკასტისთვის. რატომ? იმიტომ რომ მინდა რომ ორივემ გავხსნათ ჩვენი Spotify-ის, შევიდეთ ჩვენ Wrapped-ში და ერთმანეთის ისინი გამოვიცნოთ კატეგორიები რა. პირველი section არის თუ რამდენ წუთს მოვუსმინეთ, უბრალოდ რომელი უფრო მეც უსმენდა. ჩემი აზრით შენ უფრო მეც უსმენ, იმიტომ რომ or not. I don't know. ანუ შენ ყურსასმენები სულ გიგეთია ხდები? ეგ ბაზარი არის, მაგრამ ხოდა არ დამალავ. სულ უსმენ თუ არ უსმენ არ ვიცი. არ დამალავ იმ ფაქტს მეგობრებო, რომ ხანდახან უბრალოდ მიკეთე ყურსასმენები და არაფერს არ უსმენ, gives me comfort. აი ვიღაც მეხუტება მგონია, რაღაც აი ხდები. არ მომეკარო ყურსასმენები მიკეთე. ხოდა აი ეგ ცოტა მაბნევს, არ ვიცი რა სიხშირით უსმენ, მაგრამ ყურსასმენები ჩემზე ბევრად ხშირად იგეთია. მინდა ვთქვა, რომ ბევრად უფრო დიდი ციფრები დამიდია აი ამ კატეგორიაში. Okay, მაშინ ვიტყვი რომ სადღაც 18000 გაქვს? არა. მინდა თქვა, არა შენ უნდა გამოიცნო, მე უფრო მეტი მაქვს თუ შენ? მე. მეც მგონია რომ შენ. კაი. მე მგონია რომ შენ გაქვს სადღაც 18000. კაი, რამდენი გაქვს? 29560. What the fuck? 15400. ანუ ორივე მოვიგეთ ეს რაუნდი. I know. ანუ ფაფში არ უსმენ არაფერს. შენ მეგობარ ლექსოს კონდა story დადებული და 64000 გამოვშტერდი. მეწერე და ქვემოთ გვერდზე ხო აწერე რომ that's nice თუ რაღაცა მეწერე მეთქი that is not nice fish. ანუ და ეწერე რაღაც 42 დღეო თუ რაღაც და მოემზადოთ მეგობრებო, სხვას ვუნახე story. ჩემი არის 20 დღე. სხვას ვუნახე story 113000 ედო. 113000 ანუ მენეს. სულ რაღაცას უსმენ? და დედა ჩემი ჩემზე განიცდის რომ ყურები გეტკინება ამდენი ყურსასმენები რომ. სხვათა შორის მართალი არის, ადრე მქონდა ეგ რა ხანდახან მევასებო და ყურსასმენით დაძინება და ეგ თურმე არის საშინელება. ეს რა ერები გაქვს გავლილი შენ ცხოვრებაში? ერას რო მეწახე მიყვარს. does that? მაგრამ შენზე ორჯერ მეტი. I know. ხანია? საერთოდ I'm proud of you. You should be embarrassed. I think I was busy in life. Okay, no, you wish. გადადი შემდეგი იქნება რამდენ ჟანრას მოვუსმინეთ. შენ ჩემი იცი, უბრალოდ ალბათ არის შენ გემჩნევია. შენი top genre არ შემიჩნევია, დადე? კი. No, I haven't. არა, უკან გადადი სანამ ჟანრებამდე არის, ნახე, tastes like yours can be defined. That you listened to X. ეს ყველას ბევრი ქონდა, მე მაქვს შენ უფრო ბევრი გაქვს თუ მე? ხო. მე მგონია რომ ერთნაირად. მე მგონია რომ მე მგონია რომ მე უფრო მეტი მაქვს. I don't think so. მართლა? Yeah. Okay. მე ვარ ძალიან საინტერესო. არა, მაგის მჯარა, მითხარი რამდენი არის? 299 შენ? ხახა, იმენავტავებ. ანუ ჯერს ერთი შვედებს შევცი, იმიტომ რომ they're doing me wrong here. მე როგორი დიდი სიამაყე დავდა იცი რა 250 მქონდა. ჩვენმა მეგობარმა ჩამეგდა screenshot-ი რაღაც 300 not that it's a competition და მიგდობ screenshot-ს 300 რაღაც აქ მეთქი it is a competition and I've lost. მარა ანუ გონია რომ ძალიან სტამბეჭლავი იყო მე მეცინება. მინდა დაასახელოთ ერთი კონტინენტი, ან ქვეყანა, მაკედან მაქვს მუსიკა არჩეული. მაგრამ ისი სად მომიგე? აი რეგატონი, აი სამხრეთ ამერიკა. აი მან წავიყვანა, მაგრამ შენ რაღაც იაპონური პოპი არ არის ეგეთი? მოგესმენ? ხო. Well. Okay, შემდეგი არის your top genres. ჩემი უნდა გამოიცნო. პირველი რა გაქვს? Don't be scared. Latin pop. No. მარა. აი არის სიაში? ანუ თალკარი Latin და თალკარი pop. პირველი არის პოპი ჩემი, იასნად ხალხო. I'm a basic bitch. და მეორე? Latin. Urbano Latino.
ხო გამოვიცარ. ჩემსაც აი დედამამკაც 2 საათი რა ვიჯოთ აქ ვერაზრს ვერ გამოვიცნებ. იმენა მაგდენი ჟანრით არ ვიცი, ისეთი რაღაცები წერია, რომ ამდენი ჟანრი თუ იყო არ მეგონა. To be quite honest with you, მგონია რომ ზოგს просто იგონებენ აი. Ცოჩ მე ვიცოდი პოპი, როკი, რეპი, that's it. ბალადა. კაი, ჩემი პირველი არის bubblegum pop. The fuck is that? ეგ მართლა არსებობს, ეგ subgenre pop-ის. ახლა როგორ ახსნა? არა თუ ჩემი favorite genre არის. Apparently. მე მქონდა ასევე K-pop, მეორე იყო ჩემი K-pop. Damn, ჩემთან ბაბში არ არის. Electropop, R&B, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს R&B. I love that shit. და მეხუთე არის J-pop. J-pop რა არის? Japanese pop. შენ თვითონ არ ახსენე ორი წამს. ხომ არ მეგონა თუ ეგრე ეწახდით. შენ მოიგონე გეგა. J-pop. არა Japanese pop. Okay, the fuck drop it. ჩემი indie ხალხო, indie რო არის ჩემი მეოთხე. სხვა personalities, like I swear to God, you have no idea. I swear to God, Spotify Wrapped it ვიცნობ ანას ხალხო მეხუთე რომელი არის, იცით? Oldies. ვის უსმენ? Blues Traveler, but it's not that old. I melodic rap. ეს არის Eminem's კაი სიმღერები. ხო, მე ვიტყოდი SZA. და I fucking love SZA. ჩემ ტოპ 5-ში არის ხო SZA საერთოდ. მე Eminem's უსმენ და ალბათ melodic rap არის Eminem. SZA-ს ახალი ალბომი ისე მომეწონა და ფაფში არისო ჩემ ტოპ 5-ში. და ბევრი ამბობს რაღაც random რაღაცები I don't think so, baby. ერთი არის ჩემ ტოპ 5-ში ხალხო, აი gun to my head, არავის არ ვაცხი. მე ერთი ისეთი სამარცხვინო მყავს ტოპ 5 არტისტში. ანუ ერთი სიმღერა ვიცი რომ მიყვარს მაგის და ხშირად უსმენ, მაგრამ აი არტისტებში რატო შემიყვანა რა ხან იმ ერთ სიმღერას უსმე? მარცვლა შეურაცხყოფილი ვიყავი ეგრე დავინახე. Guy, age is just a number. Okay, you know my age. შეფენ. კაი, თუ არ გახსოვს უკეთესია. გონია 35-ია თუ რა. 33. Okay, ჩემი გამოიცა. I'm gonna guess yours. 15. არა. 47. ანუ ჯერ ერთი მე 33 დავინახე, იმენა გამოვშტერდი რომ მეთქი. ანუ მე მგონა რომ ყველა წერს და რაღაცა და ხო დავდე, მეგონა რომ აი მარტო მე ვარ ვისაც დიდი ესაკი დაუწერა 33 ვითომ ხალხო რაღაცა და ბავშვები მიგზავნია რომ რაღაც 17 წლის ბავშვს 57 დაუწერა, ვიღაცა 78 და როგორც აღმოჩნდა მე არ ვარ ეს ყველაფერი ხო ზუსტად 5 საათი არა ხდება. მე მგონია რომ უკვე ხალხო არის რაღაც challenge. ხო ეს obscure როგორი ნიში ხო და აი როგორი ის ხარ რა ქვია აი რაღაც mature რო ანუ აი ვიღაცა რო დადოს აი 108 წლის ვარ და აი რაღაც აი არ ვიცი კიდე მე მოვკვდი dead რო გიწერია ხო იცი შენი იყო ჩემეზით 40 21 I'm younger than you J-pop ზოგადად bubblegum pop არის bubblegum pop K-pop J-pop და ვაფშე 31 წელანაირად მიხვდი That is my question. ხუთიდან ყველაში ურევია პოპი. 31. R&B-ს გარდა, sorry. Yeah. მე მიყვარს ძალიან პოზიტიური მუსიკა მეგობრებო. მე არ მჩვევია, როდესაც დეპრესიაში ვარ, დეპრესიულ მუსიკას მოусმინო. მართლა. აი თუ ვარ უთხასეცე მირჩენე კარგ რაღაცას მოусმინო და ეგრევე კარგ ხასიათზე მოვალ. და usually Japanese girls do that for me. არა, მე უთხასიათზე არ ვარ ხოლმე როგორც ეს. I Lana Del Rey's Rose Man ცოტა ისეთ melancholy და Yeah, we're going to get there, babes. Okay. Who listens to more songs? მე მგონია რომ შენ უე. უკვე შეცვალე ხო მithkom. უკვე სტრატეგია იმიტომ რომ უკვე არ მჯერა ჩემი თავი. Jasnad მე. Okay, თქვი რამდენია? შენი იქნება 780. Okay, კაი. რამდენი ქონდა? 1260. 1000 მომიგე 1234. ხედავ 26 სიმღერით მოგიგე ჩიტო. First of all, shout out to Anna's arithmetically შესაძლებლობები, იმიტომ რომ 2 წამში გამოტოლა. ხო სწორად გამოტოლა. არ ვიცი. მე ვფიქრე. მე რატო ვერ ვაზროვნებ მეგობრებო, მაგასაც მივალთ, იმიტომ რომ it's a very huge deal right now. შენი ტოპ სიმღერა რა იყო? You should guess mine. არა რამე თქვი. მოდი გამოვიცნოთ არტისტები. Okay. შენ იყო მარინა ვნახე? ხო. შენ იყო Charlie. Pink. ვინ იყო? Charlie. Ara. You were so close. ვინ იყო? Pink Panthers. Oh, okay. That was my second guess, you guys. Tonight. Why is it all emotional? You want sex with me? დღეს შემხდა ერთი ჩვენი მაყურებელი და მეუბნება რომ თქვენ რა
მაგის ახალ ალბომზე დაიწყეთ ლაპარაკი, მაშინ არავინ არ იცოდა ვაფშე ვინ იყო და მეთქი all credit should go to Davi because he's the one who knew that girl. მე ვარ მეგობრებო, აი Dark Horse PR მუსიკალურ ინდუსტრიაში რა, ასე ვაგზავნი ტალღებით იმას რა ქვია, ტრენდებს. და ვერავინ ვერ ამჩნევს. Well, განიშენ ამჩნევ. მე ვამჩნევ, I know. Everyone knows. შენი სიმღერა რომელი იყო მარინას რომელიც? აუ, სხვათა შორის არ მომეწონა ეს სიმღერა რა იყო. Hermit the Frog რო არის, ყველამ რო იცის. Okay. You know? Yeah. You know, like Boba Tea. Gnarly. ეგ რატო არ იყო? ეგ არის ტოპ სიმღერა. ჩემი მარინას თავიდან აღმოჩენის ერა დაიწყო. ანუ თავიდან სულ მყავდა, მაგრამ აი რაღაც გაზაფხული და რომ ისევ აქტიურად ვუსმენ რა. და არ მეგონა თუ აი ესე ტოპში ამოვიდოდა, მაგრამ ამოვიდა. ეში შურ. და იცი რატომ მიხარია? იმიტომ რომ წელს კერდაშენ წელს ვნახავ მარინას. Shut the fuck up. და მეც ვიყიდი იმ ერთიან პრიმავერას ბილეთს. უჭმელი მინდა ყველაზე მეტად მინდა. ძალიან მინდა. I really want you to come. I know. და ანუ როგორი ნიში გავიჩთა? და შენს როგორი ნიში გაიჩთა? ორივე არტისტები ძალიან ნიში არის. ანუ Pink Panthers არ მგონია რომ ნიში არის. You think? მარინა არის? I think მარინა არის. მაგაზე არ გახსოვს დავარო იყო ჩვენ ადრე. კი, მახსოვს. ეგეც არ ამოქეკოს ახლა ვიღაცა. მაგრამ ანუ ისეთია ხო ხდები? No offense, მაგრამ Taylor Swift-ი და რაღაც ეგეთები რო არ ამომივიდა, რომელიც top 5-ში არის, მე მგონი. ისიც მინდა რომ გავიხსენოთ რომ 20-24-მდე Charli XCX-იც საკმაოდ ნიში იყო. საკმაოდ ნიში. Okay. Yeah, kinda. Boom Clap-ის მერე არის. გოგონ ძალიან ნიში იყო. Boom Clap-ის მერე აღარ იყო მე მგონი. აღარ იყო, მაგას ვამბობ ანუ. Guy, your top songs. ჩემი top სიმღერები. ეგ ხალხო ის სიმღერა რომელსაც თქვი რომ ვერ ვიტყვი მეთქი არის actually მეორე. That is embarrassing. და მარტო შენ გაჩვენა. I literally არავის არ ვარ. ყველაზე random არის. მაინა. მინდა რომ მივახლავდე. ის რო იყოს, რა ერქვა? Open ears-ზე, პაიმანზე რო იყო. არა, მაგას არ დამალავდა. არ მაგაზე უარეს თან გვაქვს საქმე. რატო? Okay, show me. პაიმანზე? ხა, პაიმანზე ქვია იმ ხალის სიმღერა. შენ მეღადავები? გიული ჩოხელი რო ყოფილიყო ჩემ top 5-ში ყველას გავაგებინებდი და probably ჩემი age-იც იქნებოდა რაღაც უფრო მაღალი. Show me. Paime მახსოვს. It's not that embarrassing. You think? Yeah, that no ამბობ მაგას არ ეწყინება. არ დამიდი არსად. რო გამოუφა ეს სიმღერა დავითმა აგვაწრიალა მთელი ჩატი, რომ აი პროსტა მოусმინდენ. თა ძალიან ფენომენალური სიმღერა არისო. და შეკლიპიც მოგეწონა, რა თქმა უნდა არავინ არ მოусმინეთ და არავინ არ გადავედით, მაგრამ we can tell. მაგრამ შენ მინდა გაიხსენო, იგივეს ვამბობდი კორძის და იმას სიმღერაზე. ხო, მაგრამ იმასმა მალევე დადა შედეგი. მალევე არ დაუდე შედეგი დაიდო 1 წლის მერე. Okay, ანუ გჯერა რომ დაიკაჩება. კი, და მე მოვალ დაუბრუნდებით ამ ეპიზოდს და ვიტყვით. მესამეც იყო Pink Panthers, Noises. მეოთხე იყო Doja Cat, Gorgeous. Oh, you're so basic. და მეხუთე იყო XG, Japanese pop. Is this love? Period. ჩემი ნუ მარინას პირველი, მეორე იყო Carol G. არ ვიცი როგორ თქვა ეს სახელი. Sianteste. მაგრამ ეს სიმღერა ისე მიყვარს, აი რამდენი სცენარი მაქვს წარმოდგენილი ამ სიმღერის მოსმენისას არის. აი ძალიან ზაფხულური სიმღერაა და აი ძალიან თესლტანზე რო ვარ და ზღვაზე რო ვცეკო და რაღაცები, აი მილიონი რამე მაქვს წარმოდგენილი, მაგრამ it didn't happen you guys, but next year ისო მომწონს ეს სიმღერა Fruit Marinasi, ეს არის აი ესეთი ნამდვილმა მარინას ფანებმა რო ვიცით რომ ძალიან თესლი სიმღერაა. Tate McRae. ეს იყო იმაზე ვინც ამბობდი რომ რატო აღმოჩნდა არ ვიციო. რაზა? შენ თქვი რომ ჯამ top 5-ში არის ერთი ტიპია რომელიც ვერ ხვდები რატო არისო? არა, ის არტისტებშია. Okay. It's all good. It's all good. Tate McRae's Revolving Door. ძალიან კაი სიმღერაა, let's be honest. Tate McRae's vibe-ები გაქვს. Exactly. აი ძალიან კარგად ცეკვავ. ძალიან კარგი ხმა გაქვს. Solisti იყავი. Babshore ცეკვავ. Never forget the lore. Yeah. და Eminem's Superman. ეს სიმღერა ისე მიყვარს ყოველთვის მან. I'm not engaging in that. Let's go. Okay. Let's move on. Podcastები რამდენი წუთი გაქვს მასმენილი? არ თქვა. მე უეჭველი მეტი. გაქვს вообще podcastis ცალკე? ანუ რაღაცას უსმენიც გერ. კი. მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც უყვარს podcastis მოსმენა YouTube-ზე. მეც ამ წელს გადავედი YouTube-ზე.
ციფრი დავინახე მეგობრებო. რა? It's enormously high. It's not that high. იმიტომ რომ YouTube მე ყველაზე მეტად რა პოდკასტებიც მიყვარს, იმას უკვე YouTube-ზე ვუსმენ რომ ვუყუროთ ან და ისეთ პონჩი რომ მიყვარს, იმათ ვუსმენ Spotify-ზე. 3337 შენ? 420. ძალიან მაინტერესებს რა საკეთებ ამ ცხოვრებაში იმის გარდა რომ უსმინო რაღაცებს. ცხოვრობ. I know baby. I'm so proud of you. I'm touching the grass, you guys. Do you though? When was the last time you left this apartment? Tell me. მე გადავები. აი ამას მეკითხები ახლა ამ მდგომარეობაში რომ. გამოგიჭირე. რომელი იყო შენი ტოპი? ალბათ Call Her Daddy. No honey, მაგრამ არ მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ყველა უყურებს. ყველა უყურებს? ყველა დაიწყებს ყურებას და I don't want that to happen. მილიონჯერ მაგ რა თქვა. Gatekeeper ხარ? Yes, I am. ძალიან გაიმობ. Giggle Squad მეგობრებო. ანუ თქვენ ყველას გეტყოდით, უბრალოდ ვიღაცები შემოგვეხიზნენ პოდკასტში და სანამ აი ესეთი რაღაცნაირი ჩამავალი და წარმავალი ხალხი არ დაგვტოვებს, იქამდე არ მინდა რომ რაღაც ძალიან deep და ძალიან არ მგონია მაგ კატეგორიას Giggle Squad აინტერესებს. Okay. აი ეს არის ჩემი საყვარელი პოდკასტი, რო იცოდეთ. ყველა ხედავს. გიჟდები, ჩვეულებრივად ვაფრენ. Top. ჩემი ტოპ პოდკასტი იყო Just Trash. No questions there. თელი 3 ეპიზოდი მოისმინა. 236 წუთის და კაი, ჩემი მესამე იყო Call Her Daddy და მეხუთე იყო Mel Robbins podcast. იმიტომ მარტო მაგას უსმენდი მარტო. ეგ მაგდ მგონი Bethany Frankel-ის რაღაც ერთი ეპიზოდი მოვისმინე. ძალიან მიყვარი ხარ. რამდენ არტისტს უსმინე? წელს. უი, ეგ საცა. Okay. ვისი პრომეტი აქ შენი აზრით? Yes-თან მე? მე უსმინე. მე მგონი არ მე. 900. შენ? ხმერთ რა ბედნიერება. მე ხო ამბობდი გამარჯობა არ მიყვარს ხო და არა და მიყვარს თურმე. 750. What the fuck is wrong with you? Let's start with that. მაგრამ აქ ხალხი არის ვინც გვიყურებს დარწმუნებულია რაღაცა კოლოსალური რიცხვები აქვს ყველაფერი. You guys. Ქვემოთ დაწერეთ, მაინტერესებს. უეჭველი უნდა დაწეროთ. ყველა კატეგორიაში ასე პირველი კატეგორია რამდენი? Okay. შემდეგი. ტოპ არტისტები. ნუ მარინა, შენ ვიცი, მეორე Taylor Swift-ია ჩემი. ვიცი რა. მესამე არის Lana Del Rey და აქ მინდა რომ პატარა განმარტება გავაკეთო. ანუ Lana Del Rey-ის ძალიან ბევრი სიმღერა არის Spotify-ზე რა. ვიცი, ხო. და მაგიტო მე ყოველთვის Lana-ს უსმენ YouTube-ზე და მეორე მიზეზი არის ის რომ Lana ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. ოღონდ მართლა არ ვყატავ და აი რაღაც ძალიან ძვირფას დილით სამსახურში რომ მივდივარ და ცხოვრება რომ ეზიზღება, მაშინ არ უსმენ რა. აი რაც ძალიან მიყვარს, ჩემთვის ძალიან სათუთია და ვუფრთხილდები და Lana-ს მარტო მაშინ უსმენ, სახლში რომ მიდივარ, რომ წამოწვევი, სერიალს რო ჩავირთავ, რაღაც მომენტში გავაჩერებ და აი ცხოვრება რომ მიხარია და აი მაგ შუალედებში რა. რა საინტერესო რა როგორი განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს მუსიკასთან. ორივეს, იმიტომ რომ მე თუ ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ვარ, აი წამში ან არა კომფორტულად ვარ და რაღაც ეგრევე უნდა მოусმინო იმას რაც ყველაზე მეტად მიყვარს. No, არა, აი დილის 8-ზე რო Lana ჩამირთო, მგონია რომ Lana-ც კი შემზიზღდება, ისე მეზღება ყველაფერი და I don't want that to happen you guys. მე მგონია რომ მე ვანიჭებ ზედმეტად ალბათ მუსიკა ჩემზე უფრო დიდ გავლენას. I don't think so. That's not that. არა, ციფრებით ნახდა ჩანს რომ შენზე უფრო დიდი გავლენა მუსიკას. და უკვე მეორე თუ მესამე წელია David Guetta, top 5-ში იკავებს თავის კუთვნილ ადგილს. We love him. და ეს ბოლო ტიპი ვინ არის? იმენა არ ვიცი, Floyd Menor. მე მგონი Peligros არის ამის სიმღერა Nito Gata Only. ანუ ამ ორ სიმღერას რაღაც ლათინო სიმღერებია, ძალიან ხშირად უსმენ და აი საიდან აღმოჩნდა top 5-ში მართლა ვერ ვხსნი. Damn. ჩემი იყო moving on. ჩემი იყო Pink Panthers პირველი, მერე იყო XG. XG რა არის პირველად მესმის? Thank God. მესამე იყო Addison Rae. მეოთხე იყო Charli XCX და მეხუთე იყო I'm so fucking sorry, Tate McRae. რა? ზუსტად, მგონი მეხუთეები შემოგვიგდეს, გადმოგვიგდეს. ჩემ ერთ მეგობარს მე ვაფშე top 5-ში ისეთი იყო, რომ აი მართლა ერთი სიმღერას უსმენდიო, მარტო ერთხელ მოусმინო თუ რაღაცა რატო არის top 5-ში ვხვდებიო. Well, it's insane, right? I guess we'll never know. მორჩა. კიდე რა მაინტერესებს, იცი, რომელ კლუბში ხარ? მან და აღარ მისულვარ. იქნებ ვაფშე არ ვარ კლუბში. You're out. მერკაი არა face control. Oh, we're together. Full charge crew. You guys, we're matching. ორივე ვარ ჩავიკატა. Damn, you ლიდერი ვარ.
ჩემი სახლიდან. ჩემი არის სკაუტი. You ruined this for me. You ruined Spotify. You ruined music for me right now. მადლობა Spotify-ს, რომ ესეთი loyalty დამიფასა Apple Music, არანაირი music არ მქონია. ყოველთვის ვიხდიდი ესე თამამად კარგად და პირნაცვლად იმ $2.5, რასაც სტუდენტური ტარიფით ვიხდი. და ჩემი როლი არის ლიდერი. Please, you guys, scout. Humbled you so quickly. ანუ თავიდან ხო ნახე სკაუტი და რაღაც მეთქი I didn't even mind. არც ვიცოდი რომ option იყო ლიდერის. ეგრე ცოდნა და ხალხა. ვაფშე არ წამოვწყდი ვიტყოდი რომ ვაფშე Spotify ფეროქს საერთოდ არ ვილაპარაკოთ. This is not funny. That is not funny. That's okay. Well, ძალიან მომეწონა. შემდეგ წელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ. That was it, right? Yeah. შეიძლება რაღაცასაც ჩუქნიან ბოლოს. მეტი რა გინდა. Wow. Well. ჩემი აზრით დავით. უნდა იყოს YouTube Wrapped. არა ვიცი შემთხვევაში. ეგ შემაშინებთ. იმის რა ხანდახან ისეთ იდიოტებს უყურებ რა აი. არა. რა ხდება? აი რაღაც 50 feet underground. და რაღაცა იდიოტებს უყურებ ხომ? ჩემი საყვარელი არხი არის მეგობრებო YouTube-ზე Vox და მაგათი დოკუმენტური ვიცი ადრე მითხარი და შევეცადე რომ მეყურებინა, მაგრამ no. ძალიან მომწონს. Really? Vox და Vice. და რა გინდა? ყოველს დავამტკიცებ რომ ლიდერი თუ არა ჭკვიანი ხარ. YouTube Wrapped it. Yeah. I have Not this year, babes, not this year. Okay, thank you guys from most minutes ჩვენ პატარა Wrapped channels. ეხა გადავიდეთ მეორე მთავარ თემაზე, რომელიც არის შავი პარასკევი. არა, stop. ვერავითარ შემთხვევაში სანამ გადავალთ მეგობრებო სხვა ტოპიკებზე, მანამდე უნდა აუხსნათ, იმიტომ რომ ისიც მინდოდა ვაფშე დამეწყო, იმიტომ რომ აქ ყველაზე მთავარი ისტორია ამ გვერდში იყო ის, რომ სამწუხაროდ მეგობრებო ცუდი ამბავი გვაქვს. მე გავცევდი. დეკენერატო მეთქი რაღაცა მოხდა. მე საკმაოდ სერიოზულად გავცევდი. სიცხე არ მქონდა. უბრალოდ სურდო მქონდა და ყელის ტკივილი. სიცხეც არ გქონდა? Are you fucking kidding me? ხალხო, გადაატრიალა მთელი close friend-ები, რომ ცუდად არის. დაწოლილიც და დოსტორი, დავარდნილმაც, ლივჩი წაქცეულმაც, ყველაფერი გააკეთა და სიცხეც არ გქონდა? მეგობრებო, მაინტერესებს, მინდა რომ გამოიცნოთ, რამდენმა ჩემმა close friend-ებმა გამომიგზავნეს საჩუქარი. 0. სწორად გამოგიცნეთ, იმიტომ რომ ხო, ზუსტადაც რომ არავინ არ გამომიგზავნა არაფერი. ჯერდი მე გამოგიგზავნა. ხო, კი, დავამატებ, რომ ანე ციგნაძე ჩამათრია ქვემოთ, მეგობრებო, უმძიმესი ამანათი მაზიდინა ფეხით ართული. იმენა ლიფტიდან და სტორია. ანუ ძალიან მიყურს როგორ შემოგბედა კურიერმა, რომ ჩამოდით და გამომართვითო. არ ვიცი, უბრალოდ. ანუ შენ ტონზე ვერ გაიგო ვის ლაპარაკებოდა? არ ვიცი, უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არ მლაპარაკიც არ შემოგვიყვება. გამარჯვებას ვერ უთხარი. ყალი სამტკიოდა. Thanks. კურიერზე გამახსენდა იმ დღეს McDonald's-ი გამოვიძახე, მირეკავს. ანუ ჯერ ხალხო წლების განმავლობაში სართული არ მქონდა მითითებული, იმიტომ რომ მეწოდებოდნენ რომ 4 სართული ამასულიყვნენ რა. მე რა მეთქი ანა ყველას ამოყავს და ჩემთან თული ამოსასვლელი მაინც არ არის რა, სადარბაზოში მარტივად ჩამოდიხარ და მიუთითე და ყველას ამოაქვს ხოლმე და მეუნებიან რა, ამოვედით. მირეკავს ვიღაც, ხვდები რომ ამასული არ არის, იმიტომ რომ ჩაგოდულად არის მის ხმა. მეთქი ქვემოთ ხარ თქო და კაი ჩამოვალ თქო. ჩავედი და ვხედავ რომ გარეთ ფარები ანთია მანქანის რა და ვურეკავ რომ მეთქი სადარბაზოსთან ვარ თქო, სადღაც სადარბაზოდან ცოტა შორს და მისიგნალებს გარედან. King. რა ანუ მისიგნალებს მივედი, ფანჯარა ჩამოუწია, აი ესე გამომაწოდა. მანქანითაც არიან კურიერები? ხო და ანუ the audacity ხალხო, მეც კი გავბრაზდი, მაგრამ ცუდი ის მაინც არ დაუწერა ვარ. არ უწერა. ხო, მაგრამ ანუ ცოტა ძალიან ცუდი არისო? ძალიან. ხო, ანუ მანქანიდანაც არ გადმოვიდა, მესმის რომ ცივა, მაგრამ მეც ხომ ციოდა. Okay. ხალხო, თუ ამჩნევთ ახალი განათებები გვაქვს და უფრო კარგად ვჩანვართ თუ არა? Let us know. ეს არის რაც დავითმა ამოათრია. ამდენჯერაც აქ ვიკითხეთ სულ კომენტარებში ისეთი humbling მიდის, რომ აი. რას და?
მეგობრებო, ფოკუსის გამოყენება დაგავიწყდათ. ის გოგო როგორი დაკურებული იყო, ანუ იმ ეპიზოდში მე რაღაცა კარგად არჩევს, გონია რომ ჩემი ინტერნეტი ჭედავს და ცუდი ხარისხი მაგიტოა და გოგო იმენა root cause ამოიღო და თქვა რომ ძალიან კარგია მეგობრებო, მიგვითითეთ. Exactly. Okay, რა იყიდა შავპარასკევს. Let's move on. რაც ვახსენე წინა კვირას. ვიყიდა ჩემი Dreamies X40 Ultra რობოტი მტვერსასრუტე. გიკითხებოდა ხალხი და უპასუხე კომენტარებში. Yes, he did. იცი რა უნდა გავაკეთო? ჩემი Amazon storefront თუ რაღაცას რო ეწახიან და რაღაც affiliate procents. Kyle Richards და ყველას. Megabro, my Amazon links are down below. და Amazon Prime live-ებში უნდა გახვიდე ხოლმე. That's what they do. და ყველათის იქ აპრკოვენ ხოლმე. რესტორანი რამე არის. მოკლედ ძალიან მიხარია, აი სიგიჟემდე მიხარია, ერთი სული მოკროდეთ ჩამომება და აი დამილაგებს სალს. How much was it? ძალიან იაფი გამომივიდა, $500. $500 ძალიან იაფია. Wow. აქ იცი რა ღირს აგმატელე? Wow. Well, exactly. მაგრამ მაინც ძალიან ძვირია. ჯამში გამომივიდა $1800 ლარი. ძალიან ძვირია. არა, აქ ღირს 2000 რაღაცა, 2800 ღირს თუ იმედი რაღაც. სულ გაბსკრიალებული იქნება შენი სახლი. თუ არა და შენ დაეხმარები. მოკლედ ჩამოვიდა ჩემი სუნამა მეგობრებო. ეგეც Amazon-დან გამოიწერა თუ სხვა? არა, Joma Shop-დან. Okay. You know that? და ლინკი ჩვენი Joma Shop-ის პრომოკოდის კომენტ იქნება. ხო და Joma Shop-ი, მოკლედ ჯერ იმას გეტყვით, რომ გამბეჟების გარეშე ჩამოვიდა, არ მომიწია არაფერი, ვერავინ ვერ გამომიჭრა, იმიტომ რომ I'm a Tesla Gokcho. არქნად. და ყოველს გირჩევთ, რომ გააკეთეთ ესე. კარიჩი, როგორც კი გამოვიტანე, გიჟივით ვეცი და განუყუთე, რა თქმა უნდა, იმენა 4 რაღაც მეჭირა ხელში, მაგრამ თანხსნიდი შუაგზაში სიაროლით და სუნი ძალიან მომეწონა. დავით უფლებას აძლევ, რომ დამსუნოს, მაგრამ Вообще, ხალხო ცხოვრ ისეთ გაჭედელი მაქვს, იმიტომ რომ შეგახსენეთ, რომ ძალიან გაცებული ვარ. გულები დამიწარი. აი, რამდენიმე წუთის წინ დავისხი და უკვე სუნი აღარ მაქვს. Yeah, not my life. არა, თვითონ სუნი ძალიან მომწონს. არის. ისი რის სუნს მახსენებს? რომელიღაცა აქვს Sol de Janeiro's ნუ მიდარებ ძიშავ რაღაცაებს ძალიან გთხოვ. ხო, ბაზარი არა. იმენა ძიშავი იმის სუნი აქვს body spray. Fuck you. Stop, I'm lying. არა, that's okay. ეს ნახე, რაც თქვი, ეგ არის შოკოლადის სუნი. მე შოკოლადი არ მინდა სუნი. ეს არის Montalis chocolate greedy, ესე ქვია ხალხო. მე არ მქონდა დაყნოსილი, ისე გამოვიწერა, იმიტომ რომ აქ არ იყიდებოდა და ისე აი რაც უფრო გაჯდება, უფრო შენი სუნი. ჩემი სუნი, აი მეც ეგრე მგონია რა. და ისე გამაღიზიანებლად ტკბილი არ არის შენი სხვა სუნამოები. Fuck you. პროსტა ის პრობლემა არის, რომ მე რომ Montals ვიწერდი, რომ დავარესერჩე, ან დავარესერჩე, ესე იგი მეგის ვკითხე, რომელმაც ყველა სუნა მოიცის ამ ქვეყნად რაც არსებობს. მითხარი ძალიან გამყოლი არისო და კომენტარებშიც ეგრე ეწერა და მეგონა რომ ყველას დაინძრაო და ვაფშე მთელ სამსახურში ამას რო დავისხამდი ხოლმე, მაგრამ აი როგორც კი დავისხამ 5 წუთში ქრება. რაღაც ის ცადე ვაზელინი და მე რა. აი, მაგდენი ჩალიჩი რა, ტონა მჭირდებოდა. ბაზარი არა. მაგრამ ეგ დაიკიდა და ხო და არის შანსი რომ ფეიქი იყოს, ხალხო Joma Shop-დან გამოგიწერია თვინმა. მე გიმეონება რომ პონტი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით არის პონტი. არა მგონია, იმიტომ რომ ისიც რო იყო ჯამალონი. საკმაოდ ზურიანი არის. მქონდა ჯამალონი, ძალიან კარგი სუნამა, გიждდებოდი მაგ სუნზე. საკმაოდ გაპოპსავებული სუნამა იყო. Sofia Richards რა ვასაბოდა. ყველა ამბობს რომ არა აქვს გამყოლი სუნია. It's established. აი ასე. მორჩა. აი შენ უნდა დაასრო და სუნო. შენ დასუნე და всё, მითი სხვა არავინ არ გაიგებს. ეგეთი discreet და სისტემა არის რა. ხო და არის ძალიან მინდოდა რომ მე და ჩემ დედოფალს ერთნაირი სუნი გქონდა და გამყოლი სუნამოები თუ გინდა, უნდა ჩაიხედო არაბეთში. აი მანდ 4 თვე რო დაისხა მგონი, ერთხელ დაისხა 4 თვე გაყვება რა. ხო და იქნებ ვინმეს კონდეს Montalis სუნამა და მითხარი თქვენი გამყოლია თუ არა. მაგრამ ეგ არ არის ბრენდზე არ არის დამოკიდებული, სათითაოდ ყველა მოდელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ მე მინდა გამყოლი სუნი. ერთადერთი რაც გამყოლი მსხმია ხოლმე, ეს არის Kilianis Good Girl Gone Bad. არ ვიცი ვაფშე როგორ სუნია. კილიანი დიდად არ მინდა. ძალიან, აი მაგას ქონდა მართლა აი დილით რა დავისხამდი, ყველა მეუბნებოდა რომ რა გასხია, სხვა არასდროს არაფერი და the fuck is going on you guys? სერჟოფიც არის ძალიან გამყოლი, მაგრამ მაგეთ სუნები მე დიდად არ მომწონს, რაღაც ხო იცი, აი ვინტაჟური ნოხის სუნია, ხალხო აი როგორ აღწორ რა ვიცი, აი მტვერი, ან რაღაც ეგეთი სუნები. კასამორატის აქ კიდე რაღაც ძალიან სტრანი სუნამ. რაღაც აი the more expensive the fragrance gets, აი უფრო ვარ. უფრო ვიერთინია. მე მაგ ზოგიერთი სუნამები, აი ანას აი სიგიჟემდე
რომ ეს იზღება. და ერთი არის რომელიც იმენას სიგის უნდა გეზღება. დავით მორიგი კრედიტი მივიცეთ რომ ასე ძალიან კარგად ერკვევა სუნამოებში ისე ვერა როგორც მეგი, მაგრამ ვაღიარებ. ძალიან კაი ხარ შენს და მე სანამ ამათ გავიცნობდი, ჩემი აი სხვა მეგობრები არავინ ვაფშე დაინტერესებული არ იყო დიდად სუნამოებში და ამათ აქვს სხვა level-ზე, ანუ იციან რა შემოდგენლობა აქვს, რაღაც რა ესენცია. მე მარტო ის ვიცოდი რომ ოდე ტოილეტი და ოდე პარფიუმი იყო სხვადასხვა და პარფიუმი რო ჯობდა. That was it you guys. მაგრამ ეხლა რა ვიცი? ეხლა რამდენიმე ბრენდი. Please რამდენიმე ბრენდი. The layering. ანუ მაგას ვინ მეაკეთებს? მე ვაკეთებ ძალიან სიამოვნებას. მე არასდროს. პროსტა აი ხანდახან აი რანაირად უნდა დასვა ორი სხვადასხვა სუნი რომ ერთმანეთს მოუხდეს? ერთი ბრენდი არის, ქვია, ნუ მოლეკულას ვეძახით ყველა. Who's in the game? რა ქვია? Eccentric molecules. მოლეკულა უბრალოდ რა. და არის რამოდენიმე სუნამო მან, რომელსაც თითქმის არ აქვს სუნი, მაგრამ სხვა სუნამოზე რომ ადებ საკმაოდ ცვლის მაგ სუნამოზე, აი უფრო ამკვეთრებს რა. და ანუ იქნება ამასაც ეგჭირდება. ხო და 700 ლარი აქვს სუნამო. ოკეი. გამკვეთრებელი სუნამო. Wow. მაგრამ აი არის ჩემთვის სუნამოები ძალიან ბევრი მაქვს. მეგის კოლექციას არ შევატარებ, მაგრამ საკმაოდ ბევრი მაქვს და იმით იცი რატომ მიყვარს სუნამოები? ძირითადად არის შემთხვევა, რომ გამოვიყენებ ერთი პერიოდი ჩემ ცხოვრების ერთ ერაში და მე თავიდან გამოვიყენებ ზუსტად იმ დროს მახსენებს რა, ან იმ ტრიპს მახსენებს, როცა ვიყიდე სუნამო რაღაც და აი ყველაზე მეტად მიყვარს ეგ სუნამოებში. აი მოგონებების კაფსულა არის მიხვდეთ ჩემთვის. Stop it right now. Copywriter ვარ ჩვეულებრივ. აი ხლა გლოყაზე გაკოცებ. ხო, აი ამ რაღაცებს თქვენც იყენებთ, ანუ თემუდან ვიწერ ყოველ კვირაში მე მგონი, შენ რო გაჩუქე იყენებ. ანუ ძალიან კაი რაღაცა არის, იმიტომ რომ მე გიდადის ხოლმე მთლიანი ფლაკონებით. I would never do that. არ მინდა მე გიგავჭაროთ, მაგრამ გავჭაროთ, იმიტომ რომ მგონი რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ეგრე განსაკუთრებით გოგოები. ხალხო, სადაც არ უნდა ვიყოთ, გინდ კლუბში, გინდ, არ ვიცი, შუა ტყეში, მეგი გადაგვარჩენს, იმიტომ რომ ჩანთაში აქვს აბსოლუტურად ყველაფერი. აი რა ვიცი როგორ თქვა, აი სავარცხელი, წყალი, ფენი აქვს, ლოგინი გასაშლელი, სავარაუდოდ აქვს. კარავი. თავს აი პაწუკა რაღაც ულამაზესი შანელის ჩანთა ხალხო და აი ამო აქვს. ძალიან პატარა არის, ხო? არ ჩერდება. და ყოველთვის ჩვენი მეგის ლორს რო საჯაროდ იმუშავებთ მიყვარს. ყოველთვის აქვს წყლის ბოთლი. ეგ მაინტერესებს, ეგ ობსესია თქვენს გაქვთ თუ არა, იმიტომ რომ საიდან მოდის? Nobody loves water more than her. და აეროპორტში რო უგდებენ ხალხო წყლის ბოთლს, მართლა გასაკავებელი. ყოს გოგო ანუ ხო ყოველთვის ეგრე ხდება, ეს ხო გამონაკლისი არ არის. ყველა აეროპორტში გატოვებინებენ 100 ლიტრზე დი. ყველაზე მეტად მიყვარს მეგისთან ერთად მოგზაურობა, იმიტომ რომ რიგები რაც ყველაზე მეტად მეზიზღება, მარტო ის ფაროს რა იმ მეგის უნდა ვუყურო. Security line. წყალს როგორ უგდებენ? ვეჭი, ეს არის სანახაობა, უნდა გადავიღოთ შემდეგი. ანუ ეჩხუბება ხალხს, ხო, არიღლება ამ ყოველფრით, რომ აი რატომ იგდებს წყალს. ველაზე დედოფალი არის და მაგიტო. ყველაზე მეტად მიყვარს მეგი. ამდენი ხანი არ მინახავს მეგი. მეგი WhatsApp, let's hang out. აიყიდა მაგის გარდა გავიგეთ რომ ტორსასრუტი იყიდა. ვიყიდე ძალიან ბევრი საჩუქარი არის, სხვა შეიძლება ერთზე დავდე ჩემი shopping bags and stuff. ბაზარი არა. და ბევრმა მითხრა რომ ის unboxing-ი გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ 80% საჩუქრები არის და ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ალბათ ის ადამიანი უყურებს ვისთვის. ვიცი რომ დედა შენს უყიდა რაღაცა. ეგ უკვე მიიღო დედოფალმა. Secret Santa-თვის ვიყიდე ძალიან ბევრი საჩუქარი. და ჩემთვისაც obviously, იმიტომ რომ ჩემი თავი Secret Santa ვარ მე. მე არაფერი არ მიყიდია ჩემი თავისთვის. That is insane. I swear to God. იმიტომ რომ არ დამისახურებია. What the fuck? მართლა. ანუ აი ტანსაცმელი უნდა მეყიდა, ხო? და ჩავთვალე რომ ტანსაცმელს არ ვიმსახურებდი. არ იმსახურებ რას ნიშნავს? იმიტომ რომ არ ვიყვებებოდი ისე რომ დამემსახურებინა. My fucking God. დავსაჯა ჩემი და ანუ სეილებისთვისაც არ შემიხედავს, არის და როგორ მიყვარს სეილებით თქვენ ხომ აინც იცით. მეთქი აი რომ შევხედო და დავინახო. კიდე რაღაც დაგამშვიდა, კიდევ კარგი რა შეხედა, იმიტომ რომ იმენა გული აგერეო და ესეც ცუდი სეილები. მართლა? ძალიან. ყველა მაგას ლაპარაკობს შემირგვლივ, რომ ჩვენც ვილაპარაკეთ წინა ეპიზოდში, მაგრამ ანუ ვაფშე დაკარგა მუღამი შავმა პარასკევმა ხალხო, იმიტომ რომ აი თებერვალში რო ფასდაკლები ვერ, მანდ უფრო კარგად შოპინგობ ყველგან ვიდრე აი შავ პარასკევს. ერთადერთი რასაც არ ეხება, ეს არის Amazon-ი. Amazon-ზე ყოველთვის საოცრება. Amazon-ზე ძალიან კაი რაღაცები ხდება. ეს ინტერესესრუტი ხალხო იყო 58%-იანი დისკაუნტით. 58%. That is crazy. I know.
მართლა ესეც ძვირი ღირს თურმე $1200 Damn თუ 1300 Fuck me სანსიგიშია Well Baby shower უნდა მოუწყო რომ მოვა ჩემთან We should რა ფერია თეთრით შავი შავი აბვი ეს რუტი თეთრი არასდროს არ უნდა იყოს ხალხო თუ ჭუჭყს იღებს ხო დაემჩნევა მაგრამ შავსაც ემჩნევა რაღაც ყავისფერია ყველაზე ოპტიმალური ბურგუნდისფერი იყოს უოჭველი მეტი ხა რაც არ უნდა ყოფილიყო ანუ აი იმენა $600 ბურგუნდისფერი რაც არ უნდა იყოს ყველაფერს ვიყიდი Give it to me მე ვიყიდე აბა არაფერი ხოდა ფიქრობ შენი საჩუქარი Stop Yeah finally Sorry ხარი what the fuck მარა Sorry Fuck you შენი საჩუქარი მაგრამ რამდენადაც არის შენი ასევე ჩემი გასახარებელიც არის იმიტომ რომ მე შევძლებ გამოყენებას და შენ უფრო გინდა თუ მე უფრო მინდა არ ვიცი მაგრამ we'll see Fine გონი ვიცი რა არის არა don't say that ეხლა რა მე ძალიან კაი რო თქვა და იგრო არ იყოს თანაცმოვრი უცებ დაფიქრდი იმიტომ რომ ძალიან ძვირი ყავს ეს მაგრამ მგონია კარი Fuck you თუ ძალიან ძვირი ყავს ეგ არ არის არა უცებ მეც გამოვიყენებ ერთ ნივთზე წავედი რომელსაც სულ შენ იყენებ Tell me What არ მინდა რომ I don't want to spoil my game მითხარი ის ძვირიანი სავარცხელი არა Honey ეთო მაგ ეგეთი ანუ რაზე მეუბნება ეს სავარცხელი რასაც მელაპარაკებ ღირს $300 I swear to god ხალხო ძალიან მინდა give it to me ვიღაცამ გთხოვთ გავა ანუ რა გეკონა რა $300 არ მახსოვდა რა აი გიძვირება $300 რამეს კიდე გიყიდის ადამიანი მაგრამ სავარცხელს გიყიდები ვინ ქონი ვარ ძალიან კაი ხომ არა თქვი რა ლოგიკური პასუხი იყო ბაზარი არ არის მაგრამ არიცოდი $300 როგორ და მახსოვდა რა 250 არ ვარ აი შენ გეკონა რა შავი პარასკევი იყო და ნახევარფასში ვიყიდა ეგეც არა შავი $5 იყიდა No Okay მაგრამ fake ხო გაჩუქა Yeah ამიტომ enjoy that okay Yeah Exactly აღარ გამოიცდა არაფერი ნერვები მომიშალა გაბრაზდი რომ ის არ მოყიდა არა fuck you გაბრაზდი რომ ეგ მინდა და ხო გაბრაზდი რომ ეგ გინდა და არაფერი ანუ რაღაცაებს უყიდულობს ეპაწუკა რაღაცაებს მაგრამ დიდი ესეთი major არაფერი მიყიდია Bro ჩემი საჩუქარი ზღვარგარეთ იყიდა თუ აქ I don't know გამოიწერა ესე იგი მინდით რამე განვიხილოთ თბილისში ჰაერის ხარისხი Let's fucking do that ყველას დიდი პრობლემა არის ვაფშე ანუ რა ისტორია არის ხალხო TikTok-ი ვეღარ ჩავომისქროლია რაღაცით დარბის ხალხი და ხარიხს აღწევს აღონ შენ წარმოდგენა გაქვს რომ მართლა საშინელება არის ჯერტი შენთან არ მგონია საშინელება იყოს იმიტომ რომ საბურთალოზე ხარ ნუ ხო მაგრამ და ჩემთან გლდანში იმიტომ რომ სუპუნება გვაქვს სუგულავია მე არ მაწუხებს ახლა I'm gonna be honest თუ ეგრე არის ძალიან წყის მაგრამ ვერ ვგრძნობ მე რო გავწევდი მეგობრებო შეგახსენებთ რომ კაცებული ვარ შაბათს მოხდა ეგ ყველაფერი რომ დაიდროპა ეგ ნიუსი რომ ძალიან ცუდი ჰაერი არის თბილისში და რაღაცები და მე ერთ დღეს გავწევდი ნეტა რატო That's the reason მე მგონი ხა იმიტომ რომ შაბათს მქონდა tea party და მე I was not invited you guys Yeah და კარები დავტოვე ღია და საძინებელში არ მქონდა ღია არაფერი მაგრამ ეს რომ მქონდა ღია დილით რო გავიღოცა აი გაყენულე ვიყავი ჩაოლებრივად ალბათ გავწევდი მაგრამ თან დაემატა ცუდი ჰაერი ჰაერის ბრალია მეც ეგრე მგონია იცი რაღაც მძიმე მეტალებიო რაღაც ისაო რაღაც ესაო ამანო პროსტა ამიხსენი რა პონჩი უნდა იყოს თბილისის ჰაერი უფრო ცუდი დაუშვათ ვიდრე ბაქოსი ან ბაქოსი ყველა პონჩი უფრო ცუდი უნდა იყოს არა ბაქო ხო იმასთან არის ტბასთან მგონი ტბასთანაც არის მარტივად იმეშვება მაგრამ იქ ხო ნავთობის მოპოვება მიდის ეგეც არის, მაგრამ ფილტრებს თუ აყენებენ, აქ უმეტესობა ქარხანაში ფილტრებს არ არის დაყენებული. რას ვაწარმოებთ ამ დაქცეულ ქვეყანაში? სვეჩი არაფერს. რუსთავში მგონი რაღაც. ხო, ერთი რუსთავში არის რაღაც ქარხანა, that's it. მაგრამ ძალიან აპენზორებს ჰაერს, აი ძალიან. ვიცი, მაგრამ ერთი ქარხანა არის, მე მგონი მთელ ამ არეალში და არ მგონია ხო ეგეთ. აი სტამბოლის ხარისხი მაინტერესებს ჰაერის, იმიტომ რომ ჯერ ხო ერთი წერტილი არ არის რომ რამე ახლა. შენ წაიკითხე ვაფშე რატო არის ცუდი? No, tell me. გარდა იმისა რომ თქვა თქვენ სტატიას გაიცანი? მე სტატიას გავიცანი. გარდა იმისა რომ გამონაბოლქვი ეს ქარხნები ფილტრების garaჟში. Get to the point. რაღაცა ასევე რომელიღაც უდაბნოში ნიტო ირანში ნიტო სადღაც მანდ ქარმა ძალიან ძლიერ ქარმა დაუბერავ და ეს
ტვერი ჩათვალე წამოიღო საქართველოსგან. ანუ სომხეთიც გამოიარა. შენ თუ ზაგარი მნიშვნელოვანი? ანუ თუ სხვებიც არიან ჩათრეული რაღაც ჯაობში, I'm okay with that. It's a big approach მე ყველაფერს. აი რაღაც ცუდი რომ მოხდეს თუ სხვასაც დაემართა. მე ისე განვიცდიდი ამ ბავს მივხვდი ჰაერის რომ ფიქრობდი რომ მეთქი air purifier ხო არ ვიყიდო მეთქი. ხო იცი რა გარი ყველაზე დიდი scam. ხო ისეთი დიდი scam არის რომ Dyson-ის ისეთი ლამაზი არის მართლა რომ просто დავდგამდი სილამაზესთვის რა მაგრამ აი არ ოფისში რო ქონდა გახსოვს? ეგ არის humidifier. და განსხვავება არის purifier არის რომ ჰაერს იმაშობა რა ქვია თვითონ წმენს და ეს არის წყალს რო იმაშობა წყალს ეგ უფრო ისეთი low level თემა არის ხო for sure okay maybe one day მაგრამ გონია იქით დაბადების დღისთვის გაჩქებ okay okay deal $300 ვერ მაჩუქა ხალხო $300 საწყალი მიგდებული ძიშოვი სავარცხელი ვერ მაჩუქა გოგომ და აი air purifiers მაჩუქრის fuck off that's insane ხალხო ძალიან დაგატრიგერა საჩუქარმა რატომ ხარ ეგეთი uncomfortable არა მე ძალიან მომეწონა რაც გიყიდა ეგ რო ჩემთვის გეჩუქნათ ძალიან გამიხარდა ანუ ესე იგი ისე მიუდექი რომ შენ მოგეწონა და მე არა I don't know შენ რა მოგეწონება იმიტომ რომ you're weird მაგრამ მე ძალიან მომეწონებოდა that is a red flag no it's not მგონია რომ ძალიან მომეწონება yes not როდის უნდა მომცა რა ჩამოვა აჰა ეგ ხო დაბაფუძნეთ რომ გამოწერილი მაქვს ამერიკიდან თუ გაგახარებს და არა ჩინეთიდან. Okay? Oh. Happier? I would be happier if you would said like I don't know Norway or something. Or Japan. Კაროჩე, ეს კვირა არასკევს სახლიდან მუშაობდი, რაც never happens, you guys. და ორ შაბათს სახლიდან მუშაობდი, never happens. ანუ იმიტომ რომ ყოველთვის სამსახურში მივდივარ, ჯერ ერთი რომ არ უყვართ როცა სახლიდან ვართ და თან კიდე იქ უფრო ხალხს ვეკითხების რაღაცას whatever. ხოდა 4 დღე ანუ პარასკევი, შაბათი, კვირა, ორ შაბათი ვიყავი სახლში. ჩემები არიან წასული რაჭაში ყველა, ანუ მარტო ვიყავი. 4 დღე სახლი, ანუ არ დავზრუნვარ, მაღაზიაში ჩავდიოდი მარტო, ვიწექი, ვუყურებდი სერიალზე, რაღაც სიმღერაზე, ფილმზე, არც ერთ ფილმი არ მინახავს. Welcome to my lifestyle. არც ერთ ფილმი არ მინახავს. მე ხო სერიალები მევასებად, ანუ და ადრე ერთი დღე რო სახლიდან არ გავდიოდი ხოლმე მარცხნიერობზე მირტყამდა და გისვსკავდი და 4 დღე ისე გავიდა სახლიდან გასვლა არ მინდა და მეთქი რა მემართება ეს მე არ ვარ. Yeah. What is happening? ძალიან კარგი არის კომფორტი პავა სახლში. არა. არ მინდა რომ იყოს ჩემი კომფორტი. არ ჩაკითხე. ხო, იმენა არ უნდა და იმენა ჩამთრავე, იმიტომ რომ აი სამსახურში წასვლელი რო არ ყოფილიყავი, აი სვეჩი 20 დღე ეგრე ვიქნებოდი ალბათ. მე გამარჯობა, ჩემი ცხოვრება. ხო და კაროჩე და რაზე ჩავაჭირე. ძალიან weird hobbies მაქვს ხალხო, თუ hobby შეიძლება დაერქვას, ანუ ყველაზე off brand ჩემთვის რა არის, რომ მიყვარს სპორტიდან ფიგურული სრიალი ძალიან მევასება. რა. ხო მაგნა თქვამი. იცი რაზე მეცნიება? რა. შენი hobby რო არის ფიგურული სრიალის სიყვარული. ყურება დებილა. ვიღაც hobby ხო არის თვითონ სრიალი? ჩემი hobby არის ყურება. Bitch. ხოდა, ანუ მაგ პერიოდებში როცა ფიგურულ სრიალს უყურებ ყოველთვის, მაგრამ კონკრეტულად გოგოების ფიგურული სრიალი მიყვარს და სულ დრამა არის მან. სულ დრამა არის, რომ აი კეთერი თუთბერდზე რო ვიღაცას თამასად ისკრის. Love that. მე მგონი მაგი რაღაც reality TV-ს ვაიბი აქ. და სერიალი. და მეორე hobby არის ჩემი პიანისტები, ასევე ქალი პიანისტები. ბაზარია. ძალიან მიყვარს და ჩავაჭირე და თავიდან ვუსმენდი და ვუყურებდი. ნუ ხატი აბონიათიშვილი, ჯერ ერთი ChatGPT-საც რო კითხოთ, რომ top პიანისტებია მსოფლიოში, ხატიას გეუბნება მეორეს. Wow. Can you believe that? ანუ ვიცოდი ეგეთი big რო იყო, მაგრამ ეს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული big რო იყო, არ ვიცოდი. ხოდა ერთი ვიდეო არის, მინდა რომ ჩასვა კიდევაც, ხატი აბონიათიშვილი უკრავს საფრანგეთის ჰიმნს თავის სახლში. და ეგ ვიდეო ქონდა ჩართული on repeat. ანუ ჩაოლებრივად ზედააცვია ბრეტელებიანი შორტები და უკრავს რა და ვიღაცა მღერის. ანუ ისეთი კაი ერთ რაღაც პარიზული საყვარელი სახლია. ძალიან ლამაზია, ხატი არის ძალიან ლამაზი და ძალიან სექსუალური და ხო იცი როგორ მევასება სექსუალური ქალები. მინდა რომ უყურო შენც და აქაც ჩასვა, იმიტომ რომ არავინ არ და copyright-ებს. Okay, deal?
არის ერთი კანადელ ჩინელი სახელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა view-ები მიამატოთ, ისევ ხატიას უყურეთ. ზუსტად. Okay, that's it. Damn. That's what I did. საინტერესო ჰობები. გაკ პროსტა შეიძლება თავი ჩამოვიკიდო. პიანისტების ყურება და ფიგურისიანის ყურება. დედაჩემ ზან უნდა რომ პიანისტი გამოსულიყავ. ხო დადიოდი. კი, მაგრამ აი იმენა არის ის ჩემში ხალხო. მაგრამ მე რო ვფიქრობდი, ანუ ბავშვობიდან მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ პიანისტები ზიან და 5-6-8 საათი უკრავენ რა. და მე წარმოგიდგენ, მე რას ვაკეთებ დღეში 9 საათი, რაღაც სირობას სამსახურში. მაგრამ keyboard-ზე იგივეს. ხო. და რას მაძლევს ვარ ჩვეულებრივი average corporate worker. Nothing. და მე რო მაგდენი რესურსი პიანინოს ჩამედო თავის დროს, ეხლა ვიქნებოდი მსოფლიო მასშტაბის. მაგრამ იცი რა არის, ეგ უნდა გინდოდეს შინაგანა, თუ არ გინდა, არ უნდა დაძალო შენ თავს არაფერი. შაბათი. მეც მინდა რომ ჩემი ჰობი გაგიზიარო. Okay. მეგობრებო, ძალიან ცით. რო ფერმერობა მიყვარს. ფერმას რო თამაშობ, პაიჭ, ხო? გონი ყურებას ჯობია, რაღაცას ვაკეთებ მაინც. Stardew Valley მეგობრებო, რო გავწივდი, მეგობარმა მირჩია რომ გადმოწერე და გაერთობი კარგადო. ისეთი კარგია. ძალიან საყვარლობა თამაში არის. და მაგ ჩემი საყვარლობა ფერმა, it's so cute. ეს არის ჩემი სახლი. ახლა ის არის რა ქვია, ზაფხული, ამიტომ ცოტა მოუწესრიგებელი არის. ვაუ, რამე გაქვს ადმე დარგილი დათესილი? აი აქ იყო და ხა ასაღები არის, просто You have nothing babes. მე 20 კლასნიკებზე ფერმა მქონდა. არა, მე ნახე, მე უფრო მიყვარს აქ. 20 კლასნიკები მქონდა? კი. ფერმა მქონდა? კი. არასდროს არ თამაშობდა, აღარ. მე სულ, მაგრამ ისეთი არ ვიყავი, ჩემ მეზობელი იყო იმენაობაში ქონდა სახელი გათქმული თავის ფერმით. ხალხი მოდიოდა და ნახულობდა როგორი ფერმა ქონდა. გეფიცები მახსოვს რომ აი ეგერა იყო რა და კიდე იყო Facebook-ზე Dragon City. თუ არ იყო შეთან, ჩემთან ძალიან თემა იყო, აი ჩემ მეგობარი იყო, რომ აი ციგნაკი ქონდა და აი რომელი დრაგონები უნდა შეაჯვარო ერთმანეთს, რომელიღაც ლეგენდარული მიიღო და რაღაცები. მაგრამ ჩემ ბავშვობაში Minecraft იყო ტოპი. სულ Minecraft. ჩემ ბავშვობაში იყო სოციალიზაცია. ნახე, აი რა პატარა სხვაობაა ჩვენ ასაკებში, მაგრამ როგორი სხვა. პატარა? Yeah, baby, it's 1 year. 5 წელი არ მგონი არ დიდი. No, honey, you wish. ჩემ ბავშვობაში ეს იყო counter-ი, მართლა და GTA. GTA შენთან არისო? კი. просто მე მიყვარდა იცი რომ GTA გვაერთიანებს. არა. ძალიან მიყვარდა ხალხო, აი კოდები რომ უნდა ჩაგეწერა და რაღაც უცებ რო იარაღს დააძრო. მე რომ მოსამაშავდი ლაბორატორიაში რო იწყებდი თამაშს. აი მაგ GTA-ს თამაშობდი სულ. ხო, ეგ რომელი არ მახსოვს, მაგრამ არც მე არ ვიცი მეორე თუ რაღაც ეგ whatever. Stardew Valley. ჩამოწერეთ მეგობრებო. ეგრევე ყველა ვიწერთ ეხლავე. Yeah. კიდე რა. ერთ სერიალის რეკომენდაცია მინდა გავწერ. მიდე. სულ მაგას რა ვაკეთებ მეცნობა. I love LA. Queer series. Wow, ძალიან მომეწონა სახელი. Give it to me. არ ყურე? არა. ხო გირჩია უკვე. No. იმენა გირჩია და სტრაპერ. არ გირჩევია და სახეში შემოგარტყა. კი, Rachel. ერთ ამ სახელი გამახსენე, სულ მოვიწყებ ამ გოგოს გვარი. Rachel Zenoti, ალბათ whatever. იმენა ვერ ხვდები როგორი კარგი სერიალი არის. რაზეა რა? ისეთი კარგი სკრიპტ არის ხალხო. მე გეტყვი რაზე იქნება. ეს გოგო სადღაც ოჰაიო შტატში დაიბადა, სუნდოდა მსახიობობა და უცებ გადაწყვი მასეა? არა. Tell me. არ ვიტყვი, უყურეთ. ახლა მე მინდა აღნიშნო რატომ მომეწონა ძალიან ეს სერიალი. ძალიან ხშირად არის, როდესაც აი ჩვენი თაობის Gen Z-ს გადმოცემა უნდა სერიალებში უმეტესწილად წერს უფროსი თაობა რა, ანუ screenwriter-ები და ზოგადად writer-ები არიან რაღაც მილენიალები ან Gen X and whatever. და ანუ ყოველთვის არაავთენტური ჩანდა, ყოველთვის აი დიალოგები, რაღაც აი უაზრო ფრაზებს რო გამოიყენებ შუა ლაპარაკში, ხო იცი ვითომ რაღაც რო დაამტკიცო, რომ ხო you're younger or something. აქ ეგ არ არის, ძალიან ორგანული არის საუბარი და ძალიან სასაცილო არის. აი და Rachel არის თვითონ ვინც აკეთებს რა ამ სერიალს და საკმაოდ ხალხო ისეთი ნიჭიერი არის გოგო რო ისტორიკა მაქვს. უოჭველი გირჩევთ, ჩემო მეგობარმა მითხრა რომ რაღაც ისეთი ვაიბი აქვს ამ სერიალს, რომ გეკონება ჩვენი თაობის Sex and the City არისო რა. აი რაღაც You got me baby. ანუ მთლიანი plot sex-ზე არ ტრიალებს როგორც თქვა Sex and the City-ში და ურთიერთობებზე, მაგრამ ერთი Sex and the City-ში plot არ ტრიალებს სექსის გარშემო. გუშინ წინ სამსახურში მეკითხებიან შენი საყვარელი სერიალია და Sex and the City თქვა და მე 8 კლასელებივით სიცილი დაიწყეს იქ ბიჭებმა რა და
ანუ it's not about sex. ეს არის მეგობრობაზე, ურთიერთობაზე, გვერდში დგომაზე. მაშინ უყურე. გოგობაზე, ყველაფერზე არის ეს სერიალი, გარდა სექსისა. ნუ სექსით არის, რა თქმა უნდა. და ძალიან კაი, მაგრამ ანუ ხო ხდები, ანუ არ არის not about that და უჭარი ვუყურებ. მართლა აი ეგ რო თქვი მარტო მაგის გამო. ხო და კომენტარში რა დაგვიწერეს, რომ ერთად ვუყუროთ ხოლმე რაღაცასა და მე განვიხილავთ. მე ვუყურებ ამას კვირდები და მე გეტყვი ხა ერთ სერიალს, შენ მაგას უყურე და იქიც ეპიზოდში თქვენც უყურეთ ხალხო ამ ორს ან რომელიმეს და განვიხილავთ. მითხარი აბა რომელ სერიალზე საუბარი? მაიცა The Beast in Me. ესე ქვია Netflix-ის არის. ეს ხალი ხო იცი Homeland-ში რო არის. Okay. Claire Danes მე მგონი. ეს ვიცი Britney Snow. ძალიან კაი სერიალია. ხო. 4 სერიას ვუყურე ჯერ. ფსიქოლოგიური თრილერი. Damn. Okay, მეც ვუყურებ, ხალხო თქვენც უყურეთ. სულ 8 სერიაა ჩემი შენი? ეს თან გამოდის, ანუ ეგრე არ არის. Fuck, ეგრე არ გამოვა. გონია რომ ეგრე უფრო საინტერესოა. აი, მაშინ ჩემ სერიალს უყურეთ ყველამ და განვიხილოთ. სულ 8 სერიაა. სულ 8 სერია is insane. No. ეგ არის 4 დღე. It's nothing. შენ გიყურებ ეს თუ კი ხო თქვი რომ უყურება. რას? არასდროს არ მიყურებ ეს სერიალს დაჩქარებულად. კი, ანუ გაჩნია რა, თუ თურქულ სერიალს უყურებ შეიძლება, მაგრამ აი ხარ რაღაც ისეც როცა უყურებ სერიოზულს. მიშალ ერთხელ ვცადე და იმენ გული მერევდა ხალხო აი რაღაც აი ვერტიგო დამეწყო. მე მიყვარს, აი რაღაცას დაჩქარებულად რო ჩართო, პირველი 2 წუთი ვერ მიაქვს და მე ისეც წაიღებს, რომ მე ვეღარ ვაჩარებ. ანუ აღარ შემილია ნელა მოსმენა. ხალხო, ვინმე უსმენთ აი ნორმალური სპიდით voice-ებს ამ საუკუნეში და დღეს ამ რეალობაში. მართლა მაინტერესებს. მე ყველაფერს ვუსმენ 2x-ით. და ანუ ლეპტოპით რო გახსნილი ვერ აჩქარებ რა Instagram-ზე. და სკრინშოტება მინდა და დამე და ხალხო შევდივარ ჩვენ ჩატში, მე ანა და მეგი სადაც ვართ და მხვდება 4 voice-ი ანასგან, 5 voice-ი მეგისგან, 3 ანასგან, 4 მეგისგან და აი მეთქი რა ციხე, აი ჩვეულებრივი death sentence არის ჩემთვის რომ ამ ყველაფერს და თქო არ მოусმენი არაფერს. რასაკურველი რა არც ერთ მოусმენე. რაღაც ხო იცი, რაღაც აი ანა შენ თუ დააჰავე რომელიღაც ან ხო ხვდები რაღაც დააგულა იმას მოусმენე. Highlight-ებს. ფილერები რო იყო, ხო, რაღაც შემავსებელი voice-ები, მაგას არ მოусმენე. მაგრამ ანუ it's insane. აიღე ტელეფონი და დაურეკეთ ერთმანეთს, ანუ what the fuck. მე გვინდა რომ შენც იყო included. და მე ავიღებ ტელეფონს და მოგისმენ. მე მიყვარს, ანუ ან არის ამის მოწმე მეგობრებო, messaging არ მიყვარს საერთოდ რა. ავიღებ ტელეფონს, თუ რამ საჭიროა, დავრეკავ, ვილაპარაკებ და დავდებ. სულ მიყვარს დარეკვა. Exactly. საქმე კეთდება მხოლოდ ეგრან. მე messaging-იც არ მიყვარს და ეს რაღაც უაზრო. მესიჯობა არც მე არ მიყვარს, აი მართლა არ მევასება რა გავაკეთო. მე შენ ჩემზე უარესი ხარ, მაგრამ არც მე არ მიყვარს. ხალხი არის რა ის ჩატაობა და არა. Not mine. No. ხოდა მოკლედ ამას ვუყურებთ ყველანი. Yeah. Wicked-ზე ხომ მიდის ეს თემები და ერთი meme მინდა, ჩემი საყვარელი meme, ალბათ შენს გასათინება დაიჭერა. Michelle Raguardia დამოვიწყო. Michelle What the hell are we talking about? Wicked shit რო არის is Madame Marble. რა გონია რომ პერსონაჟის სახელი მემახსოვრება? არა, მსახიობის Michelle have no idea maybe. Michelle Yeoh მგონი თუ არ ვცდები. Yeoh. ყველა იმაზე პრესტურზე სადაც მიდის, ძალიან კარგი არის. ეს ხარ გამოვიყენო შემდეგზე. მიდის და ანუ მისი ქარაქტერის სახელი არის Madame Marbles. MM. Diagrams. Madame Marbles. MM. Flip it around. Wicked Witch. MM. Madame Marble. Wicked Witch. Yeah, like. არ გაგვრა რა ხეგვიდეო? Thank God. ხალხო, ყველგან ხდება და ყველაზე საოცრება არის ისე მიყვარს. Wicked, the Wicked is promoები არის on the fucking next level. ჯერ ხო Ariana Grande და Cynthia Erivo's relationship. მოდი დავარქოთ უკვე ყველაფერს თავისი სახელი. ახლა უკვე დედოფალი გამოვიდა ჩვენი ფლიპინგებით. ერთი რაღაცის გაზიარა მინდა კიდე. ერთი TikTok account-ი მხდება. I'm obsessed. ეს გოგო არის corporate weapon. ესე აწერია რა. და სადღაც არის, მე მგონი support-ში მუშაობს, რომელიღაც კომპანია.
ისეთი კაი, როგორც კი შევდი ეგრევე რომ ამომიგდა. Lies, lies, and more lies, and lies on top of lies. ვიცი. ვიცი ეს გაკა. ძალიან მეცინება, არ არის ძალიან კაი. აი, ისეთი კაი რაღაცები. ანუ ისეთი კარგი არის, ამ ყველაფერს ხომ მოფიქრება უნდა მართლა ტყვით რო დამადგე, ვერ დავდებ ერთ ასეთ ვიდეოს. ძალიან კარგია. She's so good, ხალხო დააფოლოეთ. ცოტაში არის ამ გოგოს ვიდეოების ყურების, მაგრამ დავფიქრდი თუ როგორ წერს აბორტს და როგორი რბილი უნდა მოულპე. მე არა, მე ყოველთვის არა, ხანდახან გონორზეც ყოფილვარ. მე ერთხელ ვიყავით სერიოზულ გონორზე, როდესაც literally ფოტოში ეხატა საერთოდ სხვა რაღაც მომიტანეს. ერთხელ? Shut the fuck up. იმენო უსირცხვილო ხარ? მაგრამ უსამართლოდ არაზოს არ. მაგრამ იცი რა არის, აი ზოგი საფორტი არის რო წერ და ანუ მაგათი ბრალი ხო რა არის. მაგრამ ზოგი თვითონაც რო გონორზე არის, ანუ why would you care about that? დამიბრუნეს ფული და всё. ეგეთი არ შემხოდრი არასდროს, მაგრამ მე რა მაღიზიანებს, იცი? ჩემ ერთი მეგობარი არის ხალხო. აი არ ვიცი როგორ აღწერო, აი McDonald's-ი გამოიძახა მაგალითად და აი соуსი შეეშალათ, ხო? მთლიანად უნდა ღავარებენ მთლიან საფორტ. მე მომიტანენ, რა ვიცი, შევუკვეთე არ ვიცი, ალერგია მაქვს მაგალითად რაზე, თხილზე, მომიტანეს აი თხილის კექსი, როცა შევუკვეთე ნაყინი და მეტყვენ დამიმატე ფული კიდე აქეთ და ჩამირიცხეო, ანუ აი მაგით ობრასდები, მიხდი უსამართლობა არ მიყვარს, მე ვარ სასწორი. იჩაგრებით ხარებაში. ყოველთვის. არა, never. I'm not a victim. დღეს ის სულ ეს იყო მეგობრებო ძალიან დიდი მოგებარება. გეშინავებით მე და სკაუტი დავითი. See you next week guys. და ლაიქეთ. თქვენ რა იყავით ეგეც დაწერეთ. ყველა ლიდერები ვერ ვიქნებოდით, მაგრამ you know. აი ყველა მინდა რომ დაწეროს ხომ ეს ლიდერი ვიყავია. Actually იმენ სკრინები დაიდო, სტორი არ დავიჯერ, მგონია რომ მარტო მე ვარ. არ შეიძლება სკრინების დაპოსტო მგონია. Do I care? TikTok-ზე შეიძლება იქ დაგვიდეთ. Okay. Bye.